Русковар. Ингазаян карги qavadi საწყემო დავაბგვირვინე დღეს ლამბადა. ძვირფასი. დედა, ის ალპენგოლდი შოკოლადები რო ვიყიდე, საწაიღეთ, კაცო. ანასტასიას აქ ეგენი ოთახში შეტანილი ფოტოებს იღებდა სელფებს. უნდა გავსთო რომ ვითომ ვიღაცა ბიჭმა მაჩუქა. ანასტასია, გამოვიტანე შოკოლადები, კაცო. რადგინდოდა ოთახში ეგენი? შევადგინებას კითხულობდი. გამოვიდე. ეგენი სააქციო ალპენგოლდებია. ალპენგოლდის საიტზე უნდა დაარეგისტრირო ჩეკები და შეინახო უშეფუთვებთან ერთად. გამყიდველმა მითხრეთ არ გადაყარო ეგენი. დედა გოგო ეს ბავშვი გამაგიჟებს მე. ქვემოთ ჩვენ მაღაზიაში ვიღაცა მოლარია, მაია. ჩამოუდგება ხოლმე დეგენერატი და ლაპარაკება ხოლმე. რა ვიცი რაზე ლაპარაკობენ და აქვს საერთო სალაპარაკო. რაო მე რა გითხრა? არაფერი მინიმუმ 10 ლარის ალპენგოლდებს რო შეიძენ, ჩეკი უნდა დაარეგისტრირო ალპენგოლდის საიტზე და არ გადაყარო ეგ შეფუთვები და ჩეკები. ნაგავიც მიკონტროლოს ეხლა სახში. უთხარი მე ეგ შენდას და გააკეთოს. გაიგი ანასტასია. ანასტასია. რა? პირველი თვითონ დამაფოლოვა. მოიცა რაზე ლაპარაკობდით? ალპენგოლდის გათამაშებაზე 30 მაისამდეა და ყოველკვირეული პრიზებია 1000 ლარი და კიდე არის iPhone 17 და ახლა ეს ჩეკი და დავარეგისტრიროთ. რა მომიცი? აუ ეს ხარ გავსთურო. მაგრამ ჩეკთან ფოტო არაფერს არ ნიშნავს ურთიერთობაში. აუ ძალიან ძნელია ეს ვეფხის ყავსანი ვერ ვიზეპირებ. რა არის? მახსოვს მეც როგორ ვიტანჯებოდი ხოლმე თავის დროზე. მაგრამ გაჯეთის სიხსაღება ძალიან მიყვარს. ოქროშვილის корпуსი მახსენდებოდა ხოლმე სულ გაჯეთის სიხეზე. ჩემ დროს სუზე პირობა იყო მოდაში. აბა კაიდელიშვილი იყავი, არ გესწავლა ზეპირად სტროფები. გარანტირებული ქონდა ორიანი. რა გავაკეთო დღეს საჭმელი? ბრინჯის ფლავს შეჭამთ. ქათმი თუ იქნება კი და ცარიელი პილპილ მოყრილი ბრინჯს თუ ფლავი უნდა დაარქვა, მაშინ არა. წეიგი ვინ არიან ესენი და ერთ წეთყვი და ორწლი პასუხებენ რა. ახლა ვიცი რომ ორივეს დაგეზარებათ მაღაზიაში ჩასვლა და ანასტასია გამოიძახე ორი ნაბიჯიდან ეს ბრინჯი და ქათმის ფილე. ვა ნახე. 9 ლარიანი ბრინჯი ბასმათი არის 2.99-დან. რა დამთხოვა? დამთხოვა არა ის. ვიცოდი ბაზაკლება რო იყო და მაგით შემოგტავაზეთ ბრინჯის ფლავი. გამოიძახე ბასმათი 2 ცალი. ვეფხის ყავსანშიც ერთი პერსონაჟი ბასმათი. რა ბასმათი? ასმათი ქვია მაგას. განათლების სერიოზული დეფიციტი ყვა ოჯახში. მიშველე ეგრე არ დაიმახსოვრო ახლა. ბასმათი ბრინჯს ქვია და ასმათი პერსონაჟს. და თუ მაინც შეგეშალა მასწავლებლებს უთხარი ორი ნაბიჯის აპლიკაციით ვისწავლი ვეფხის ყავსანი. რაღაც არ გამომივიდა. ქათმის ფილე ჩავაგდე, ბრინჯი 2 ცალი და პეპსი ჩავაგდოთ ფილავს ძალიან უხდება. ხო. ომარიკო ეგ სამი სტროფი უნდა ჩამაბაროს აღამოს. არ გაპატიებ იცოდე ხო იცი? ხო, აუ ერთი წელი ვისწავლე მე მგონი, მაგრამ იცი რა ვერ გავიგე? ეს ტარიელი ბოლოს ცოლად ვის მოიყვას, ნესტანს თუ დარეჯანს? ვინა კაკუნებს, ანასტასია კარზია ვიღაცა. აუ წევარ მე შენ გააღე. ესე იგი, დილიდან მან წევხარ, გოგო, ნაწოლები გაგიჭდება უკვე. ვაი მინდა ძალიან დიდი ბოდიში გოგო რას მოულოდნელ დრო შეგაწუხე, მაგრამ გეხოცები გასაქცევი ვარ სასწრაფოდ. ხო და ერთი საათით ლიზიკო რო დაიტოვო, რა სანამ ბებია მისი მოვა. ვაი მე რა პრობლემაა კაცო? მოდი ლიზიკო, მოდი. ხო არ იტირებს. ესეთი ჭკვიანი გოგო არ იტირებს. მიდიდია ბაინ გადაიდასთან ცოტა ხანი გაგართობს, ნამსხვრებს გაჭმევს და მოვა ამასობაში ბებიკოს და წამოგიყვანს. მიდიდე ბოგოჩო. ხო, არ არის პრობლემა. მოდი ლიზიკო, მოდი. არ ინერვიულო შენ მიდი მიხედე. რამხელა გაიზარდე გოგო. ვა, ის ვინ გაიჩიტა ლიზიკო? მოდი ჩემთან. მოდი. ვასწავლე ამბობს. გაანებე გოგო მოშინაურდი ცოტა ბავშვი. მოდი ლიზიკო აქე და წამოდი. მოდი. გოგო მინდა. გააკმოდა. მოდი აქეთ არის ტუალეტი. იზავ ხო შენით? ამას აქ შემოშვები თავისი ჭებია, ხო თუ როგორ არის ეგ? რა ბჟუტურე გოგო 4 წელს არის ბავშვი უკვე. ანუ გამომეწალე ერთი რა. ეს ვიღარ ეკავს. ბაი მე მარიკო ამან თუ კიდე იჭხუპა ახლა სკოლაში. ხო მარიკო. სათახან შობილა კრებაა, ყველას შობილი მოვიდა უკვე. ვაი, რომელი საათია კაცო? დედა როგორ გამომეპარად რომ იყავი მანდ მოვდივარ ეხლავე. კაი. მოიცა სად მიდიხარ? ბავშვს მარტო მე ვიტოვებ? ძიძა კი არა ვარ მე. რამეთად გადამავიწყდა. რას ქვია ძიძა ხო არა ხარ? ვერ გავიგე რა. ძიძა რო იყო გრეხია, ნახევარი საქართველოს ძიძა. თემას ნო მიცვლი. ეხლა არ წახვდეთ რომ შეიძლება გავაფრინო. გოგო მოვა ბები ამის სადაც არის რა იყო რა პანიკაში ხარ. წავედი ხა მე ჩვენად იყავით იცოდე. მოვჩი. ანუ და რა კაი ჭდილია? გაგავშალოთ გოგო სუბრარჯობია. აბა შაშარო გავშალეთ სადღაც გორაკზე. ჩემი წამოღებული ერთ თავი ყოველი დაგვიგორდა გოგო ქვემოთ. ისე წუდათ მოჭარჩენილი გახსენება აღარ მინდა მაგალითს.
დღეში კურიოზად ვიხსენებ უკვე მაგამოს. და მიგორდა ყველი. ან ვინ იყო ახლა მაგის დამწევი? თეუნა კი გაეკიდა, მაგრამ თეუნა დაეწევითო მაგას. ლელა მოდი ერთი გეხვეწები ეს დასაფენი გამაშლევინე შენ გახარებას რო აქ გავშალოთ მერე. გიგეხლობ. დე ბავშვები იქითკენ ვითამაშებთ, მარიამს ბურთი აქვს წამოღებული და წრეში ბურთი უნდა ვითამაშოთ. შორს არ წაბოდიალდეთ ეხლა. ომარიკო როგორც გამეცადეთ ეცოდეთ წრეში რო ისვრი ბურთს ჯერ მიწაზე უნდა დავარდეს ის. აიმე რაღაცის წელი ჩავამთავრეთ რაღაც დავეძებ. თალის სიმაშვილის მშობელიც რო არ წამოვიდა წელს ისე მიხარია. ამპულა ჩაუტკია ხო იცით? ისა გოგოებო, ღვინის ბოთლები სად არის? ხაჭაპურებთან და უკანას კამის ქვეშ და. ხო არ დაგორდანი და ქვემოთ ლანეჩკა, გიხოცები შეიხედი აბა ერთი წინას კამების ქვეშ. არა, აქ არ არის არაფერი. უიდედა. მანდ იქნება კაცო მოძებნეთ კარგად. დედა აქ მდინარე ხო არ არის სადმე. ბავშვები არ გადაგვიწვიდნენ გოგო შეგნით. სად წავიდნენ კაცო ეს? ამ ჭიქით წასულები მოვიგონოთ. მათი ხსოვნა არ დავიწყება ყოფილიყოს. ლიზი ბოლომდე დალიეშენეთ ჭიქა. აჰა უყურე სად არიან ჩერჩეტები ესენი? ომარიკო. თამადე ინგას ბიჭია. ას მიგვირდი. ომარიკო. რა გაგაფრთხილეთ მე თქვენ არ წამოხდეთ მეთქი ასე შორს. წამოდი ხალ მარშრუტკაცას უყველანი. არაფერს ღირსები ესენი არ არიან რა. ადაგით ეხლა. მოიცა რა დე წასულებზე გაჩერება არ შეიძლება. ჩამოასხით. დე კლასში ბავშვებმა ფარდა ჩამოვხიეთ და 5 ლარი მაქვს მისატანი ფარდის ფული. ჩამოვხიეთ რას ნიშნავს? ჩამოვხიე. შენც მონაწილეობდი? მე არ ჩამომიხევია, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა რომ შენ ხელს უწყობდი რომ ჩამოეხიათო. დედა ნუ გამაგიჟე ბიჭო, რას ნიშნავს ხელს უწყობდი რა გააკეთ? გიორგიმ ჩამოხია, მაგრამ მე მხრებზე მყავდა შემომჯდარი რომ მაღლა ფანჯარას მიმწვდარიყო. აი ხო ხარ ღირსი ეხლა რომ აი ამ ნუსტიმოს წლილის ბანკი დაგელოჯო ეგ მხრები. რა იყო სამშობლო მოწყვეტილი ხარ და კლასში 60 კილიანი ბავშვები დაგყავს მხრებზე შემომჯდარი. რა იყო შენ ვერ აქცევდა? ხო არ ჩაგრავენ შენ კლასში. რას ჩაგრავენ ისე და 5 ბიჭო ვარ კლასში და იმ დღეს ყველა აცდენ და აბა ნუცას ხო შემოაჯდებოდა მხრებზე. არა ნუცას კიდე ეგ უნდა ახლა ისედაც დაბალი გემოგლობინი აქვს მაგ ბავშვს ჩაიკეცებოდა იქვე. ეს რა არის? ნოსტიმოს პომიდორის соуსი. დედა რა იაფია ეს? ჩადე მიდი კალათაში. კიდე რაღაცა მოხდა. კლასის კარების საკეთიც გავაფუჭეთ და მაგის 3 ლარი მაქვს მისატანი. რას ნიშნავს გავაფუჭეთ? ომარიკო მაგაში მონაწილეობდი? ნეტა ის არ მითხრა ეხლა საკეთს ნურსმები კბილებით დავაძრეო. საიდან იცი? მაგრამ ჩემინები თქვენი არავის არ დაუძალებია. ნუ წესაკ თუ გინდა მკიცებულება ვიდეო გადაღებული. მაგ დღეს თავბრუე ხო და დაბალი გელოგნობენი რო აქ ცუდად იყო. არა მე გამაგიჟებ თქვენ ბოლოს და იგი იქნება. ხო ანასტასია. აუნე კიტრის წელი წამომიღე ნოსტიმო. როგორ რა გაჭმევს მაგდენს ზოგ ადამიანია ეხლა. დამაჭმევს და ურსულად ვერ მიყვარს და რა გავაკეთო. ვის დაემსგავს ეს უარგისები მე არ ვიცი რა. კოპიო მამა თქვენი ორივე. იქნება გაიგუდო ეხლა. რაღა ნახეთ კიდე რაღამდენი და შეჭამოთ ეგ მესამე შეფუთვა უკვე ორ დღეში. სერიალს უყურებდი მეტი რაღა გავაკეთო ვერ გავიგე. კბილები თავიძე უკვე შვილაკი და მეტი საქმე აღარ მქონდა. ისედაც 8 იცი იყო დარჩენილი. გოგო დამიტოვეთ მეც იქნება სტუმარი შემოდის რაღაცა ყავნა დავახვეთ. სტუმარს წესუმზირით მიხვდება. სტუმრისთვის ნამცხარი უნდა გამოაცხო. ის შეროიცი ჯემიანი და ალუბლებიანი. ეგ უყვართ სტუმრებს. ყველაფერზე პასუხი აქვს რა. შენი ქართული საკონტროლო გაასწორა მასწავლებელმა, რა მიიღე? კი, მაგაში 8 ქულა მივიღე. ცოტა შეცდომები მქონდა და ნაწერი არ გამოუტანებია მასწავლებელს. მან ცოტა და ის QR კოდია შეგნით. და მე გათამაშება ხო არ არის? ოი ხო, ეს QR კოდი რა დაასკანე რომ შეფუთვი შეგნით რაც არის მარტინის აპლიკაციით და ეგრევე გაიგებ მოიგე თუ არა პრიზი. 10, 20, 100 და 1000 ლარი არის პრიზები. ფერი მაგას ახლა უნდა მიუგნებო და გამოჩერჩეტებულო ბავშვო. უშინ ორი შეფუთვა გადავაგდე ნაგავში. ნაგავში რო იქიქები ამჯერა. წავიდო. როგორ რეებს აკეთებ თქვენ უკა დაირიეთ. მარტინის შეფუთვა უნდა ვიპოვო და იცი. ეს რა? ომარიკო ზეთკინიძე 4 ქულა. რუსანია შენი შვილი. ბებო როგორ ახარ? გესმის ჩემი ხმა? ხო, გესმის ჩემი ხმა? კარგად ბებო შედაგორა ხარ და გეწამლა ბებო ეშა. მეც კარგად, დაიწყო დადეგები, მაგრამ ჯერ ვერ ვერთობით ბავშვები.
ვერერთობით ბეჯერა. ორაიცენა ხამანდა თბილისიდან ბავშვებმა გართობა. აქ რა ჩამოხარ შენა სოფელში, ხო? აი ეს გართობი კარგად. ხო, დედამ თქვა რომ ივლისში ჩავალთ სოფელშიო, მანამდე ვერ, იმიტომ რომ ანასტასიას აქ გამოცდები და ივლისში ჩამოვალთ მერე მანდ. ხო, შვილო, როცა კიდათ მაშინ ჩამოდით თქვენ ივლისში აგვისტოლა საკეთად. მომესმინე, მარტო ხარ მანდა შენა. არ არის მარტო. ფულს თუ უგზავდი, უთხარი რომ შორტები იყიდო ზაფხულს არაფერი არ აქვს ამასთან საწმელი. ხო, უგზავდი, მაგასაც და ანასტასიას შეპირებული ვარ ორივეს. სხვა ბავშვები ჩამოვიდნენ სოფელში, ლაშა და ისინი. რა ვიცი, ხა ჩამოვიდა 1-2, ხო, ნიკოლაძეების ბავშვი აქ არის, მაგრამ მაგასთან ქეშაობა დაუწყია იქ დავინახე ბოსტანში და თვის პროსაკეთე გამოგეგზავნე შენ 50-დან საინცოდე. ეგეც გავიგე, მაისულსაც იყიდეს აუცილებლად. ჯერ არ გამოუგზავნე და დამიხარჯა უკვე. მაგარი დაბადების დღე გააძროილინი, ძალიან კაი პუნქტია. გოგო, კი, ძალიან მაგარი სახლი და ისე ქონია, ხო იცი? ოკეი, ხო წებით ეკლას მე მაგცევინი რა ყურადღება, ძალიან ბევრს რაღაც სიცოცხლეს გააკეთებს ეგ. კი, ვადევნებ თვალს ახლა ტუალეტში გასული. ისე თავის დაბადების დღეზე ლენეზე ძუნძი რო შეეწყო შეიძლებოდა, შეხდი რა აცვია. ლენტი. ელე, ჩირს გაგიმარჯოს. ძალიან მაგარი ფორმაში ხარ. რა შვებით გაგოებო, ძალიან მაგრა ვერტობით, ხო? მექვსე კოქტეილსა უკვე და არაფერი არ მეტყობა. გოგო, ვიხსაცმელების საწეიღა, ბაზარი ჩუსტებით ხარ გამოსული. წელი დროზე გამოიცვალე ახლა ეს მომენტი გინახავს. კიკო გაყევი რა. ვა, ლიზი რა ვახარ? ანასტასია რა ჭირს თეკლას, ბევრი დალია? ძალიან ბარბაცებს მე მგონი, ხო? თეკლა? არა გოგო, საერთოდ არ სვავს ეს. ამას ხო ხელი ქონდა მოტეხილი და მაგდუდად ის ესე. კაი, გნახავ მერე. კაი, მიდი. აუ DJ იცი რა ჩართო? I'm still Jenny from the ხო ხდები რომელზეც გეუბნები? ძალიან მაგარი. აუ თეკლა გამაგიჟებს გეპიწები რა. სასტავი აუში ბანობს წერან ხო იცი ამას გოგო რო არ დაევასა. არაყი დაასხა გოგო თავზე და მე მოათხო რომ წყალიაო. არაყი რო დაასხა მაგის მერე სანთებელი ცეცხლნა წაეკიდებინა თავზე. ძალიან მტრალია. აუ უკვე ძალიან საშიშფაზაში შესული და ხო არ წავიდეთ. ერთი წუთი ყურადღება თუ შეიძლება. თეკლას ხმა? სად არის? აუ თეკლა სახლის სახურავზეა ასული. Go girl. სახურავზე როგორ ავიდა? აი ხლა მინდა რომ ყველა გადავხდე თავისე დავამტკიცოთ რომ ყველაზე მაგრები ვარ. თეკლა არ გადმოხდე გაგიჟდი? გეხოცები ვინმე ჩამოიყვანით რა. არ გადმოხდე. აუ მოკდა.